მოქალაქეებს, ვისაც შეიძლება მართლა სჯერა, რომ აი იქ უფრო კრიზისია და ჩვენ მაგათ ეკონომიკა გვეზრდება, უმუშევრობა მცირდება, სიღარიბეც დაბლა ჩამოდის, ჩვენ უფრო უკეთესად ვართ. რატომ არის манипуლაციური მარტივად რომ ავუხსნათ ადამიანებს განვითარებადი საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპის ძალიან განვითარებულ გერმანიის ეკონომიკასთან შედარება? ცოტა დრო გვაქვს და ძალიან სწრაფად. მარია ზახაროვა რას ლაპარაკობს, დიდი მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ ხალხო. გერმანიის თვლიანი შიდა პროდუქტი ერთ მოსახლეზე არის დაახლოებით $55,000. საქართველოსი არის დაახლოებით $8,000. გერმანიის საშუალო ხელფასი არის დაახლოებით $16,000. ჩვენი საშუალო მედიანურს ვიზახი. ჩვენი მედიანური ხელფასი არის დაახლოებით $1,200. გერმანიის საშუალო პენსია არის $7,800. საქართველოსი არის 350-450 ლარი, რომელიც 20 და 45%-ით გაიზრდება შესაბამისად მოწესრიგ ინფლაციაზე ნაკლები. საჭმლის ინფლაციაზე ნაკლებით. ანუ ადამიანებს ის ინფლაციაზე რო ლაპარაკობთ, უბრალო ამბავი არა, საჭმლის ინფლაცია 10%. გერმანიის უმუშევრობა სხვა მაჩვენებლით არის დაახლოებით 3.5, მაქსიმუმ 6.5%. საქართველოს უმუშევრობა ოფიციალურად 15%-ია და ბევრჯერ მithქვამს 33%-ია და რატომაც არის ეს მაქვს დასაბუთებული. ვის ვადარებთ, რას ვედრებით, ხალხო, ეს არის ან ჭკუად ყოფილი არ უნდა იყო ამაზე ლაპარაკობდე და ან მარია ზახაროვა, ანუ ცრუ პროპაგანდისტები ლაპარაკობენ ამას და ხალხო ამას რო გელაპარაკებიან მეორე რამეს როგორ უჯერებ, ანუ 1000-ჯერ რომ უგატყუა ადამიანმა, იმას კიდე რამე როგორ დაეჯერება. ამიტომ არიან ესენი მარია ზახაროვები და მარია ზახაროვა მართავს ეკონომიკას.